თბილისში ორდღიანი კონფერენცია დემოკრატიის არსი მიმდინარეობს. შეხვედრა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და სტენფორდის უნივერსიტეტის ორგანიზებით ტარდება. კონფერენციის გახსნაში მონაწილეობას საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, ამერიკის საელჩოს, ნატოსა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა მიიღეს. განხილვის მთავარი თემა საქართველოსა და რეგიონში დემოკრატიის განვითარების მხრივ არსებული სიტუაცია იყო. სტენფორდის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა საქართველოსთვის მთავარ გამოწვევად ტერიტორიული კონფლიქტები, ეკონომიკური მდგომარეობა და პოლიტიკური მოტივით დევნა დაასახელეს. მე ვიყავი Freedom House-ის პრეზიდენტი და ჩვენ გამოვხატეთ შეშფოთება ოპოზიციის წინააღმდეგ გამოძიებებისა და დაკავებების მასშტაბურობის გამო. საქართველოს ხელისუფლებამ ყველა შემთხვევაში უნდა წარმოადგინოს მკაფიო მტკიცებულებები და თავიდან უნდა აიცილოს პოლიტიკურად მოტივირებული დევნის შთაბეჭდილებაც კი. ეს რთული გასაკეთებელია. ჩვენ ვნახეთ უკრაინის შემთხვევა, როცა პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები ქვეყანას მძიმედ დაუჯდა. ასე რომ საქართველოს უნდა დარწმუნდეს, რომ არ იმეორებს სხვა ქვეყნების შეცდომებს. საქართველოში ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ქართული დემოკრატია ძლიერდება. საქართველოში ჩატარებული არჩევნები გარანტია იმისა, რომ თითოეული მოქალაქე თვლის, რომ ხელისუფლების ცვლილებაზე და ხელისუფლების ფორმირებაზე გავლენას ახდენს მისი ხმა, საარჩევნო ხმა. უნებრივია ჩვენს წინაშე არის გამოწვევები. აი ამ უფრო თავისუფლებულ, უფრო თავისუფალ გარემოში ჩვენ უნდა უზრუნველყოთ ეფექტური მმართველობა, ინსტიტუტების პატივისცემა და სტაბილიზაცია ჩვენ ქვეყნის ირგვლივ მიმდინარე ძალიან რთული პროცესების. დემოკრატიული მოწყობა ქვეყნის არის ყველაზე ეფექტური საშუალება უსაფრთხოების მიღწევის და ეკონომიკური წინსვლის. მე ვთხოვე ჩვენს ამერიკელ კოლეგებს, რომ გააძლიერონ დახმარება ეკონომიკის და თვალსაზრისით, იმიტომ რომ ის სანქციები, რომელიც რუსეთსა დაწესებული და რომელიც სწორადაა დაწესებული, იწვევს არამხოლოდ რუსეთის ეკონომიკის შეფერხებას, არამედ რეგიონზე ახდენს გავლენას. სადღაც წინსვლა და სადღაც ძალიან სერიოზული ვირუსია, თუნდაც იმის ხსენება რა დღეს, როცა დემოკრატიულ ქვეყანას მართავს ადამიანი, რომელსაც არანაირი პასუხისმგებლობა არ აქვს და ამბობს, რომ აი მე არავინ არ ვარ და ვარ მოქალაქე, მაგრამ სინამდვილეში ყველა იმ ადამიანზე ძლევა მოცულია, რომელიც აი აქ ჩემთან ერთად პანელზე იჯდა, ხო? ხელისუფლების წარმომადგენლებს და ეს არის რეალობა.